ჩვენს წინასაუბარში და იმის წინასაუბარშიც ვეხებოდით აპოკრიფების ჟანრს და კონკრეტულად განვიხილავდით საკითხს დაფარულობის შესახებ, რომ საეკლესიო ტრადიციაში არსებობს გამოკვეთილად ორი სახის დაფარულობა. პირველ მათგანზე ჩვენ უკვე რაც შეგვეძლო დეტალურად ვისაუბრეთ, ესაა დაფარულობა სიწმინდის მოფრთხილების მიზანდასახულობით, მაგრამ არსებობს დაფარულობის მეორე სახეობა, რომელიც გულისხმობს დაფარულობას გარკვეული დამახინჯებისას, გაუკუღმართებისას მრავალთაგან, ესე იგი იფარება ის, რაც არაჭეშმარიტია, ის, რაც არაწმიდა, რომ მრავალნი არ მოაქციოს თავის ქვეშ, მრავალნი არ დაასნეულოს. ამრიგად, თუ პირველი დაფარულობა რაც იფარება იმის გაფრთხილებაა, მეორე დაფარულობა მსმენელთა და მკითხველთა გაფრთხილებაა და იფარება ის, რაც არაჭეშმარიტია. ტერმინი აპოკრიფი უფრო გამოკვეთილად ჟანრობრივი თვალსაზრისით ამ მეორე დაფარულობას გულისხმობს, თუმცა ეს ზოგადი დებულება ყოველთვის ასე ამ ჟანრის განმარტებისა და უფრო ფართოდ წარმოჩენის ჟამს შენარჩუნებული ბოლომდე არაა. მართალია ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე დაფარულობა ესაა დაფარულობა ისეთი რამისა, რაც არ უნდა გავრცელდეს საყოველთაოდ, რადგან ის ზიანს მოიტანს, მაგრამ არის ზოგჯერ ძეგლი, რომელიც იფარება მრავალთაგან არა ზიანის მოტანის გამო, არამედ იმის გამო, რომ აქ დაფარულობაზეც არა ამ შემთხვევაში აქცენტი, მრავალთა შორის გავრცელებული არა და მრავალთათვის სავალდებულოდ დაკანონებული არაა, იმიტომ რომ ის მხოლოდ პირველ დაწყებით ეტაპს წარმოადგენს ჭეშმარიტების შესწავლისა და ნორმად რჩულდებად, რა თქმა უნდა, ის ვერ მიიღება. ჩვენ ფაქტობრივად შეგვიძლია ეს ცალკე სახეობადაც კი გამოვყოთ დაფარულობისა, მაგრამ ამას ამჯერად ვერ შეუდგებით, იმიტომ რომ მესამე სახეობას დაფარულობა ფაქტობრივად აღარც ქვია. ეს დაფარულობა კი არ გახლავთ, არამედ სავალდებულო ნორმად დამკვიდრებისგან თავშეკავება. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, რაიმე ძეგლი, კვლავ აღნიშნავთ, საყოველთაო მოხმარებისთვის სავალდებულოდ შეიძლება არ დაწესდეს, მხოლოდ იმის გამო, რომ მას რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არა, ის რაც სავალდებულო ნორმაა, განსაკუთრებული მნიშვნელობის უნდა იყოს. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ეკლესიის მამები ასაბუთებენ, ღვთივსულიერი უნდა იყოს. ღვთივსულიერი წიგნების შესწავლა და ღვთივსულიერი მოწყურების ფლობა და ამ მოწყურების კვალზე სვლა ყველა ქრისტიანისთვის სავალდებულოა. მაგრამ არის ძეგლები, რომლებიც გაუკუღმართებულს არაფერს არ შეიცავენ, მაგრამ არც ღვთივსულიერებით არიან აღბეჭდილნი, ისინი არიან როგორც შუალედური რგოლები, როდესაც ადამიანი ახალდაბადებული პირველ ნაბიჯებს დგამს, ეს პირველი ნაბიჯების გადადგმა არ არის მყარი სიარული და შესაბამისად მოწყურებაში პირველი ნაბიჯის გადადგმაც არ ნიშნავს ამ მოწყურების ფლობას, ღვთივსულიერებამდე ამაღლებას იმ პირისას, რომელიც მოწყურებაში შედის. აი ეს პირველ დაწყებითი ეტაპი უკავშირდება ზოგჯერ აპოკრიფებს და ასეთი აპოკრიფები რაღაც დაფარულნი, სულ მიუწვდომელნი სრულიადაც არ გახლავთ, მაგრამ მათ აპოკრიფულობას განაპირობებს მათი არასავალდებულო, რომ ისინი სავალდებულონი არ არიან. რომელი ძეგლები არის სავალდებულო საეკლესიო ტრადიციაში? სავალდებულო გახლავთ საღვთო წერილის კანონიკური ძეგლები, ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმისა. აქ სავალდებულო მხარეზე საუბარი არ გულისხმობს აუცილებლად ამა თუ იმ კონკრეტულ პიროვნებას. ზოგადად ვამბობთ ამას, ეკლესიისთვის სავალდებულო. ეკლესიისთვის სავალდებულო გახლავთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბიბლია, კანონიკური წიგნები, ძველი და ახალი აღთქმისა. მაგრამ კანონიკური წიგნების გარდა, რა თქმა უნდა, მსმენელისთვის ცნობილია, არსებობს ბევრი წიგნი, რომელიც კანონში არ შედის. ბიბლიური წარმოშობის წიგნი, ბიბლიური შეფერილობის წიგნი, ზოგჯერ ასე შეიძლება ითქვას, ანდა ბიბლიური მიზანდასახულობის წიგნი, რომელიც კანონში არ შედის. ასეთი წიგნები ჩვენ გვაქვს როგორც ძველი აღთქმისა, ასევე ახალი აღთქმისა. აი ეს წიგნები, რომლებიც კანონში არ შედიან, უკავშირდებიან იმ ჟანრს, რასაც აპოკრიფების სახელით ვიცნობთ ჩვენ. აპოკრიფები პირველ რიგში გულისხმობენ იმ წიგნებს ბიბლიური შინაარსის, ბიბლიური წარმოშობის, ბიბლიური საფარველის, ზოგჯერ ასეც არის წიგნებს, რომლებიც ბიბლიის საღვთო წერილის კანონში არ შედიან. კონკრეტულად, როდესაც ჩვენ ქრისტიანული მწერლობის ისტორიაზე ვსაუბრობთ, აქცენტი რა თქმა უნდა კეთდება ახალი აღთქმის აპოკრიფებზე. როგორც აღნიშნეთ, არსებობს ძველი აღთქმის აპოკრიფებიც, რიცხვით ძალიან მრავალი, და არსებობს ახალი აღთქმის აპოკრიფებიც. რა თქმა უნდა, ჟანრობრივი ზღურბლის გავლება ყოველთვის შესაძლებელი არ არის. და კანონიკაზე და აპოკრიფულობაზე, როდესაც ვსაუბრობთ, აქაც იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ მაინც შესამჩნევია გარკვეული მერყეობა. პირველ რიგში ძველი აღთქმის წიგნებთან დაკავშირებით. მართალია ჩვენ ვამბობთ, რომ აპოკრიფები არსებობს ძველი აღთქმისაც და ახალი აღთქმისაც, მაგრამ მათ შორის საკმაოდ მკვეთრი მიჯნაა. ეს მკვეთრი მიჯნა რას გულისხმობს? ძველი აღთქმის აპოკრიფების დიდი ნაწილი მიღებულია, შეწყნარებულია და ზოგ შემთხვევაში კანონშიცაა შეტანილი. თუნდაც ეზრას წიგნები, ეზრა პირველი, ეზრა მეორე, ამის თვალნათლივი ნიმუშია, ტობიას წიგნი, იუდითის წიგნი, სიბრძნე სოლომონისა და სხვა, რომლებიც აპოკრიფულ წიგნებად განიმარტება სხვადასხვა შემთხვევაში და შემდეგ კვლევართა აზრით დაუკავშირდნენ ისინი კანონს და დღეს ისინი კანონში შედიან, რა თქმა უნდა. მაგრამ ახალი აღთქმის აპოკრიფთა შორის არც ერთი არ ამაღლებულა იმ ღვთივსულიერებამდე, ასე ვთქვათ, გარკვეულ ტრადიციაში, რომ ისინი კანონში შეედანათ.
შეიძლება დაისვას ასეთი კითხვა. თუ თავდაპირველად არ შედიოდა თუნდაც ძველი აღთქმის ფარგლებში, რომელიმე წიგნი კანონში და შემდეგ იქნა შეტანილი, რა განმარტება შეიძლება მას მიეცეს? თუ უფრო მოგვიანებით უფრო მეტად განჭვრიდა სამ წიგნის სულიერება და ამიტომ შეიტანეს კანონში. როგორ აიხსნას ეს მოვლენა? ამგვარი შეკითხვა ახალი აღთქმის მიმართაც დაისმის, ამას მოგვიანებით განმარტავთ, მაგრამ ზოგადად აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ ბიბლიის კანონი და კონკრეტულად თუნდაც ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის კანონი ერთბაშად არ შემუშავებულა. საუკუნეების მანძილზე მცირედი მერყეობა კანონის ფარგლებში შემავალი წიგნებისა სახეზეა. ავიღოთ ამ კუთხით ახალი აღთქმის კანონიკური წიგნი იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსი, ანუ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება. დღეისათვის და არა მარტო დღეისათვის კარგახანია საუკუნეებია მე-5 საუკუნის შემდეგ მე-6 საუკუნიდან უცვლელად კანონშია ეს წიგნი, მაგრამ ასე არ გახდათ ყოველთვის. მერყეობა ამ წიგნთან დაკავშირებით სრულიად ადვილი და სანახია საუკუნეების მანძილზე და მერყეობა არა რაღაც უბირწყრეებში, არამედ უდიდეს ღვთისმეტყველთა შორის, რომლებმაც საეკლესიო სამოძღვრო ტრადიცია ჩამოაყალიბეს და შექმნეს. თვალი რომ ძალიან ზერილად გავავადევნოთ ამ წიგნის ისტორიას, ჩვენ ასეთ სურათს მივიღებთ. ზემოხსენებულ ერთ-ერთ საუბარში ჩვენ მოვიხსენებთ მოციქულთა კანონებს, აი ამ მოციქულთა კანონების 95 კანონში, რომელიც დიდი ჯულის კანონის ტექსტში შედის, ნებისმიერ მსმენელს შეუძლია მოიძიოს დიდი ჯულის კანონის, თუნდაც ძველი ქართული თარგმანი, რომელიც გამოცემული 1975 წელს, ახალი თარგმანი, რომელიც საეკლესიო კალენდარში დაიბეჭდა და როგორც კი გადაშლის ამ წიგნს, პირველ რიგში იკავებს მოციქულთა 95 კანონს. 95 კანონში, სადაც კანონიკური წიგნებია ჩამოთვლილი, დასახელებული აპოკალიფსიც. სხვათა შორის აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამავე კანონში და ამაზე აღმატებული კანონი ალბათ ძნელად წარმოიდგინება ჩვენგან, იმიტომ მოციქულთაგან დადებული კანონია, არა აპოკრიფულად, არამედ ჭეშმარიტად, როგორც ამას ეკლესია სწამებს და ადასტურებს. ეკლესიის უცნობელი სწავლებით მოციქულთა 95 კანონი არის მოციქულთაგან დადებული და მათ შორის კონკრეტულად 95. და რას ხედავთ ამ კანონის ახალი აღთქმის წიგნთა ჩამონათვალში? რომ ახალ აღთქმაში მოციქულებს შეაქვთ ამ კანონის მიხედვით არა მხოლოდ დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი წიგნები, მათ შორის აპოკალიფსის ჩათვლით, არამედ წინა საუბრებში განხილული მოციქულთა განწესებანი, თქვათ მოციქულთა განწესებანი შემდეგ გაუგუღმართა და გამოაკლეს ამ კანონს. მაგრამ რა ვუყოთ წმინდა კლიმენტი რომელის ორ ეპისტოლეს, რომლებიც ასევე შედის კანონში. თუნდაც მეორე ეპისტოლეზე გარკვეული პრობლემაა, პირველი ეპისტოლე ყოველთვის უცნობელ ძეგლად მიიჩნეოდა და შემორჩენილი. და მოციქულთა განწესებანიც აკრძალული იქნა, როგორც გვეტყვით, რული სოფლიო საეკლესიო კრებას 691 წელს, მე-7 საუკუნეში. და ეს ძეგლი კანონში არ შეაქვთ, ჩვენ კანონის ისტორიას თვალე გადავადევნოთ, უკვე მე-4 საუკუნეში არსად ის დასახელებული არა ისე როგორც არც კლიმენტი რომელის ეპისტოლეები. ასე რომ მოციქულთაგან დადებული განაწესი და ჩამონათვალი ახალი აღთქმის წიგნებისა შეცვლილია. და ეს უეჭველი დადასტურებაა იმისა, რომ კანონმა შედგენილობის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები განიცადა. მაგრამ ჩვენ ვეხებოდით ამ შემთხვევაში საკუთრივ მოციქულთა განწესებებსაც, კლიმენტი რომელის ეპისტოლეებსაც და განსაკუთრებით აპოკალიფსს. აპოკალიფსი შეტანილია მოციქულთა 95 კანონში ახალი აღთქმის წიგნთა შორის. და საკუთრივ მოციქულთა ეს კანონი როგორც ვთქვით შედის დიდი ჯულის კანონში. განვაგრძობთ ჩვენ დიდი ჯულის კანონის შესწავლას, გადაფუცვლას და მივადგებით მე-4 საუკუნის უდიდესი ღვთისმეტყველის წმინდა გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებას, რომელიც მთლიანადაა შეტანილი დიდი ჯულის კანონში, ლექსითი ფორმის შრომას, იამბიკოს ჟანრით არის დაწერილი და ეს იამბიკო რაიმე პოეტურ მიზანდასახულობას ცხადია არ ფლობს, მხოლოდ ერთი მიზანდასახულობა აქვს მას, რომ ჩამოგვითვალოს ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები. რატომ? შესავალშივე ამას გრიგოლ ღვთისმეტყველი განგვიმარტავს. რათა უცხოთა არა მოგიპარონ, წიგნთა რიცხვთა ჩვენთასა გაუწყებთ. ღვთისმოყვარეო. ვინმე უცხომ რომ არ მოიპაროს და არ თქვას ეს წიგნი ჩემიო, ჩვენეული რა წიგნებიც არის, აი ამას ყველაფერს ჩამოგითვლით. ლექსითი ფორმითაც იმიტომ წერს ამას გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ ადვილად დასამახსოვრებელი იყოს მკითხველისთვის. ლექსითი ფორმით უფრო იბეჭდავს მკითხველი გარკვეულ ინფორმაციას, ვიდრე პროსაული სახით. აი ამ ძეგლში ჩამოთვლილი არა ახალი აღთქმის კანონის წიგნები, ყველა დასახელებული რაც დღეს ვიცით, ზუსტად იგივე კანონია გარდა აპოკალიფსის. აპოკალიფსი ხსენებული არ არის. პირიქით, როდესაც ჩამონათვალი მთავრდება იქ გარკვეული მკაცრი მითითებაცაა. ძველ ქართულ თარგმანში ეს ასეა წმინდა არსენი ყალთველის თარგმანში. ამათ თვინიერ, ესე იგი ამათ გარდა, რაც ზემოთ ჩამოთვალეთო, სხვაი არა საკუთარ არს. ესე იგი სხვა ჩვენი არ არის. იგულისხმება რომ გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ განჩინებით მე-4 საუკუნეში აპოკალიფსი არ ითვლებოდა ჩვენეულად. ანუ ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნად. და ვიმეორებთ, თავისთავად გრიგოლ ღვთისმეტყველი უდიდესი ავტორიტეტია, მაგრამ ამ ავტორიტეტულობას გაცილებით ამაღლებს ის, რომ მისი ეს ძეგლი დიდი ჯულის კანონშია შეტანილი. ესე იგი ჯულდებითი სანქცია აქვს მას. უშუალოდ მომდევნოთ გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ შრომისა დიდი ჯულის კანონში შეტანილია წმინდა ამფილოქე იკონიელის უდიდესი მოძღვრის, ასევე ლექსითი ხასიათის შრომა იმავე მიზანდასახულობისა, ძველი და ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა ჩამონათვალი. აქაც ამ ძეგლშიც ჩამოთვლილი არა ახალი აღთქმის ყველა კანონიკური წიგნი, რაც დღეს ვიცით, და თავდება ეს ჩამონათვალი, რაშიც არ შედის აპოკალიფსი, გრიგოლ ღვთისმეტყველისგან განსხვავებით გარკვეული კომენტარი მოსდევს. კერძოდ რა თქმული. კვლავ ძველი ქართული თარგმანით დავიმოწმებთ. ხოლო იოანეს გამოცხადებასაცა სხვანი, ესე ჩვენ კი არა, სხვანი აღრიცხვენ ამათ წიგნთა თანა. ზემოთ რომ წიგნები ჩამოთვალეთ, ამათთან ერთად სხვები და არა ჩვენ, იოანეს გამოცხადებასაც აღრიცხვენო. და იქვე აგრძელებს წმინდა ამფილოქე. გარნა საეჭველ ჰყოფენ მას უმრავლესნი, მაგრამ უმრავლესობა მას საეჭვოდ თვლისო.
ესა უკვე მე-4 საუკუნეების მიჯნა. ჩვენ ახლა აღარ განვაგრძობთ ამ ისტორიას. ბოლოს მე-5 საუკუნის მიწურულს და მე-6 საუკუნის დამდეგს იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსის კანონიკურება საბოლოოდ დამტკიცდა და ასევეა დღემდე. მაგრამ მანამდე როგორც ხედავთ, მერყეობა ამ წიგნთან დაკავშირებით სავსებით თვალნათლივია და ეს მერყეობა გახლავთ არა უარყოფითი რამ მოვლენა, არამედ აბსოლუტურად დადებითი, დამადასტურებელი საეკლესიო წინდახედულების და სიფრთხილის განსაკუთრებულობისა. ეს ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დავადასტუროთ, რომ ეკლესიური დებულება, ეკლესიური გადაწყვეტილება არასოდეს არ არის ნაჩქარევი, ყოველთვის არის დიდი შესწავლისა და საფუძვლიანი აწონდაწონვის შედეგი. სხვათა შორის ეს უკავშირდება არა მხოლოდ წიგნების ვითარებას, წიგნების ხვედრს, რომელი წიგნი შეიძლება შევრაცხოთ კანონიკურად და რომელი არა, არამედ პიროვნებებსაც. ბევრ გზის მომხდარა და ეს დღესაც პრობლემურობას ქმნის ამა თუ იმ პირისთვის, რომ ესა თუ ის მოღვაწე, ესა თუ ის ქრისტიანი გარდაცვლილა დიდებაში მყოფი, სულიერი გაგებით, ესე იგი მართლმადიდებლურ პატივში მყოფი, საკუთრივ ეკლესიისგან და ეკლესიის მოღვაწეთაგან ამგვარად მიჩნეული ეკლესიისგან ამ შემთხვევაში გარკვეულ რეგიონალურ და ეპოქალურ მხარეს გულისხმობდა არა ეკლესიის უცდომელობას, ეს ფიქრობ სმენელისთვის გასაგებია. ამგვარად იყო დაფასებული ზოგი მოღვაწე, მაგრამ თანდათანობით იქნა რა სიღრმისეულად მათი ლიტერატურული მემკვიდრეობა შესწავლილი, შემდეგ ისინი ერეტიკოსებად წარმოჩენილან. თუნდაც მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ დიოდორე ტარსელი, იოანე ოქროპირის მასწავლებელი, რომელიც უდიდესი პატივით იყო შემოსილი თავის დროზე და მეორე მსოფლიო კრების სინოდალური აქტების ერთ-ერთ ნაწილში, ერთ-ერთ რედაქციაში მას ეწოდება მართლმადიდებლობის კლდე. მაგრამ შემდეგ, როდესაც უდიდესმა ღვთისმეტყველმა წმინდა კირილე ალექსანდრიელმა მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში ნესტორთან და ნესტორიანიზმის ერესთან დაპირისპირებულმა ნესტორიანიზმის ფესვები გამოიკვლია და დეტალურად შეისწავლა მათ შორის დიოდორე ტარსელის შრომებიც და დიოდორე ტარსელს ჰქონდა უაღრესად მრავალრიცხოვანი შრომები დაწერილი, აურაცხელი, სხვა რომ არაფერი მთელი საღვთო წერილი სიტყვა-სიტყვით განმარტაման წერილობით და ამის შესწავლა ადვილი არ იყო, რა თქმა უნდა, და ერთბაშად არ მოხდებოდა. კირილემ შეისწავლა რა ყოველივე ეს ნესტორიანიზმის მარცვლები აღმოაჩინა მასთან, ისევე როგორც მის მოწაფე თეოდორე მოფსუესტიელთან, ასევე სიცოცხლეში დიდი პატივით შემოსილთან. კირილემ პირველმა გახსნა გზა მათი მოძღვრების ობიექტური შეფასებისკენ, მას თვითონ ანათემა ამ პირებისთვის არ გამოუცხადებია, იმიტომ არ იყო ამის ჟამი, ანათემასაც თავისი ადგილი აქვს, თუნდაც იმ ანათემის შინაარსი გამართლებული იყოს, ყოფით ვითარებასაც ეკლესია ყოველთვის ანგარიშუწევს, რომ რაიმე არევდარევა არ იქნეს შემოტანილი ეკლესიის წიაღში, იკონომიას ასეთ შემთხვევაში იჩენს და მათი ანათემირება ხდება შემდეგში კონსტანტინოპოლის მე-5 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 553 წელს. არის საპირისპირო შემთხვევები, როდესაც ადამიანს გარკვეულ ბრალდებებს უყენებენ მართლმადიდებელ მოძღვართან ზოგნი, მაგრამ ის ადამიანი შემდეგ უდიდეს წმინდანად წარმოჩნდება. თუნდაც წმინდა იოანე ოქროპირი, რომელსაც მეორე მართლმადიდებელი მოძღვარი ალექსანდრიის ეპისკოპოსი თეოფილე კიდურესად ლანძღავდა, კიცხავდა, კრებაც მოიწვია 404 წელს ეგრეთ წოდებული მუხის კრება, სადაც მან თავისი ჭკუით, ასე ვთქვათ, თავის მომხრეებთან ერთად ეკლესიისგან განკვეთა იოანე ოქროპირი და სამწუხაროდ გარკვეულ პერიოდში მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა წმინდა კირილე ალექსანდრიელის, რომლის ბიძაც იყო თეოფილე. მაგრამ ჭეშმარიტება მიზეიმა იოანე ოქროპირი წმინდანად შეირაცხა და ეს წმინდანობა იოანე ოქროპირისა თვალნათლივი გახდა მოგვიანებით კირილე ალექსანდრიელისთვისაც, რომელმაც მოგვიანებით, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შედეგად ირწმუნა იოანე ოქროპირის წმინდანობა ალექსანდრიულ დიპტიქში შეიტანა მისი ხსენება. ესე იგი ამგვარი ვითარებაც სახეზეა. თეოფილე კი, რომელმაც სადა იოანე ოქროპირის განკვეთა მართლმადიდებელი მოძღვარი გახლავდა, იმავე ჯულის კანონში მას წმინდა ეწოდება, თუმცა ეს კანონიზებული წმინდანი არ გახლავდა. იქ წერია ჯულის კანონში თეოფილესაგან წმიდისა და მოდანილია მისი რამდენიმე რჯულდებითი სწავლება. რას ეფუძნება ეს ყოველი? რა არის ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი დადასტურება იმისა, რომ თანდათანობით და მისხალ აიწონება ეკლესიაში ყოველივე და ამის შემდეგ გამოდის საბოლოო მსჯავრი. და თუ პირველ ზოგად ფონს ის საბოლოო მსჯავრი ეწინააღმდეგება, ეკლესია რა თქმა უნდა ამას არასოდეს არ უფრთხის. კვლავ აღნიშნავთ, რომ იგივე დიოდორე ტარსელი, თუმცა მართლმადიდებელ მოძღვრად მიიჩნეოდა, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო იმ უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობის, რაც ამ პირმა დატოვა, დაუყოვნებელი მუხლობრივი შესწავლა, ეს თანდათანობით უნდა მოხდარიყო. ამიტომ პირველად ის ეკლესიის მესვეურთაგან, მოღვაწეთაგან დიდი პატივით იყო შემოსილი, მაგრამ გამოიკვეთა რა ყველაფერი და სურათი თვალნათლივი გახდა. არავითარი შეღავათი ამას არ გასწევია ამ მდგომარეობას, რომ თავდაპირველად მას დიდი პატივი განეკუთვნა და ანათემირება მოხდა მისი. ასე რომ საეკლესიო ტრადიციაში ყველა დებულება, ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება აბსოლუტურ მისხალ აწონდაწინვას და შესაბამისად უცდომელ დასკვნას. იგივეა ამ წიგნთან დაკავშირებითაც. და თუ იოანეს აპოკალიფსმა, ესე იგი მოციქულის წიგნის, ნამდვილი წიგნის ისტორიამ ამასეთი სურათი გვიჩვენა ჩვენ, რა თქმა უნდა არაა გასაკვირი, რომ ასეთი მერყეობა კანონში ვნახოთ ძველი აღთქმის წიგნთა შორისაც. ეს სურათი კვლავ იმავე სიფრთხილისა და წინდახედულების დადასტურებაა, რაზეც რამდენიმე მაგალითის სახით ვსაუბრობდით.